საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის მესამე შეხვედრაში გურჯაანის დელტამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 9 ქულის სხვაობით 75-66 დაამარცხა და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. კლუბის წარმომადგენლის პაპონა გოდელაშვილის განმარტებით ამ მატჩში მსაჯებმა უხეშობისთვის სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბაშამი გააძევეს, რაც მომდევნო შეხვედრაში ჩვენი კლუბის შანსებს 1-2-ად ზრდის. შევძელით და მესამე თამაში თესეუ დავამარცხეთ საკუთარ კედლებში, საკმაოდ დაძაბულ ზოლაში. ბიჭებმა თავისი მაქსიმუმი დადეს და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს მართლა. ახლა რაც შეეხება ეხლანდელ მონაცემებს, ჩვენ გვექნება მესამე ადგილისთვის ბრძოლა. მაგრამ ჩვენი ოპონენტი ჯერ ცნობილი არ არის, რადგან ზესტაფონის მარგვეთი და ქუთაისი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და იქიდან დამარცხებულთან შევეცდებით უკვე რომ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ და რა თქმა უნდა დიდი мотиваცია გვაქვს ამისთვის და შევეცდებით რომ დავამარცხოთ.